საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს რამდენიმე წუთის წინ ბათუმში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, საქართველოს როლი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში რუსეთის მზარდი აგრესიისგან თავდასაცავად. ეს ის საკითხები, რაზეც ორდღიანი ფორუმის ფარგლებში მინისტრები, პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები იმსჯელებენ. გაიმართება დებატებიც. კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დახურავს. დღეს უდიდესი დღეა საქართველოსა და ევროკავშირისთვის, რადგან დღეს ხელი მოეწერება შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ და ასევე შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ ერთად მუშაობდით იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებები ელის რატიფიკაციასა და იმპლემენტაციას და ისინი საქართველოს ახალ შესაძლებლობებს თავაზობს. იმ ბრძნული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველო აწარმოებს და რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად განუმტკიცებს ადგილს ევროკავშირის სტრუქტურებში. შვედეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობდა ამ პროცესის ხელშეწყობას. ჩვენ მხარს უჭერდით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ორიენტაციას, ასე რომ ეს ბედნიერი დღეა როგორც საქართველოსთვის, ასევე შვედეთისთვის. წამს რომ ძალიან დემოკრატიული და მნიშვნელოვანი ყრილობაა იმ ურთულესი და ძალიან საშიში გამოწვევების ფონზე, რომელსაც აწყდება ევროპა. მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრა და ანექსია განხორციელდა. დღევანდელი შეხვედრის ჩატარების ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ მათ შორის ფილმში 2008 წლის პირდაპირი აგრესიის შედეგები რუსეთისგან. ბევრი ადამიანი დაიღუპა და თითქმის 20%-ის ოკუპირება მოხდა, მაგრამ საქართველოს აგრძელებს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. დემოკრატია გახლავთ ის სისტემა, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია საკუთარი ქვეყნის მართვისთვის. არჩევნებმაც დაამტკიცა, რომ საქართველო დემოკრატიულია თავისი ბუნებით და წინ მივიწევთ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის.